მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერება, სანქციები ბიძინა ივანიშვილს, მის გარემოცვასა და კონტროლირებულ მედიას. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ხვალ საქართველოს შესახებ კრიტიკულ ანგარიშს უყრისკენჭს. განმარტებით განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის მეორე ანგარიში საქართველოს როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შესახებ, რომელიც მომზადებულია საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით. ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ანგარიში ფოკუსირებულია ევროპარლამენტის მთავარ შეშფოთებაზე, საქართველოს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ევროპული ინტეგრაციის მდგომარეობასთან დაკავშირებით. დოკუმენტის პროექტის თანახმად ქართულმა ოცნებამ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი. ანგარიშის პროექტის მიხედვით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რაზეც სრულად პასუხისმგებელი ქართული ოცნება იქნება. ევროპარლამენტი აღნიშნავს, კომისიის წინადადებას შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა ქართული დიპლომატიური, სამსახურეობრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში, როგორც ქართული ოცნების რეჟიმის მიერ ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევის პირდაპირი შედეგი. წუხს, რომ დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი ქართველი თანამდებობის პირებისთვის ევროკავშირის მასშტაბით ვიზების აგრძელვა შეუძლებელი გახდა უნგრეთის და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო. აფრთხილებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რაზეც სრულად პასუხისმგებელი ქართული ოცნება იქნება. დოკუმენტის პროექტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის, ქართული ოცნების ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების მიმართ დაწესებული მიზნობრივი პერსონალური სანქციები მნიშვნელოვანია. პროექტში ასევე ნათქვამია, რომ უკვე დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის და ევროკავშირმა ზეწოლა უნდა გააძლიეროს. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ასეთი ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს და ძირს უთხრის პლურალიზმის, დემოკრატიული ანგარიშ ვალდებულებებისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს. მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს განიხილონ შესაბამისი და პროპორციული შემზღუდავი ზომები იმ პირებისა და სუბიექტების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დეზინფორმაციული კამპანიების ორკესტრირებასა და დაფინანსებაზე, მათ შორის ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში, თუ ასეთი მტრული საქმიანობა გაგრძელდება. ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია პირველადი 305 შესწორება, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფმა დააინიცირა და ერთ-ერთი შესწორება ეხება სანქციების მოთხოვნას იმედის, პოსტივისა და რუსთავიორის, ასევე მათი დამფინანსებლების მიმართ. შესწორებაში, რომლის ინიციატორებიც ევროპარლამენტარები რასა იუკნევიჩიანი და მირიამ ლექსმანი არიან, წერია, რომ ევროპარლამენტი აღნიშნავს გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებას პოსტივისა და იმედის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ და მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს გადახედონ ასეთი მედიების აკრედიტაციას ევროკავშირის ინსტიტუტებში და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიხვდნენ გაერთიანებული სამეფოს მაგალითს და მიიღონ შესაბამისი შემზღუდავი ზომები. ქშტიშტო ბრეიზას და მიხალ შჩერბას მიერ ინიცირებულ შესწორებაში კი დაგმობილია სისტემატური დეზინფორმაცია, ცილის-მწამებლური კამპანიები და მტრული პროპაგანდა, რომელსაც დოკუმენტის თანახმად იმედი, რუსთავიორი და პოსტივი ავრცელებენ და რომლებიც მოქმედებენ როგორც ქართული ოცნების რეჟიმის დე-ფაქტო საკომუნიკაციო ინსტრუმენტები და არა როგორც დამოუკიდებელი მედიები. ანგარიშის პროექტი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის, ქართული ოცნების ძირითადი ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორებისა და სხვა თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიული უკუქცევის, არჩევნების გაყალბების, ადამიანის უფლებების დარღვევებისა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე დაწესებული მიზნობრივი პერსონალური სანქციები წარმოადგენს დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. მიესალმება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნების არარსებობის პირობებში სულ უფრო მეტი წევრი სახელმწიფო აწესებს ინდივიდუალურ სანქციებს ქართველი თანამდებობის პირების წინააღმდეგ, მოუწოდებს სხვა წევრ სახელმწიფოებს მიბაძონ მათ. ანგარიშის ავტორია საქართველოს შესახებ მუდმივი მომხსენებელი ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანი. დოკუმენტი 2025 წელს მიმოიხილავს. ანგარიში მათ შორის დაგმობილია დემოკრატიული უკუსვლა და ქართული ოცნების ავტორიტარიზმისკენ სვლა, რეპრესიული კანონების მიღება და პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების დაპატიმრება. ასევე ნათქვამია, რომ საქართველო კვლავ არ უერთდება რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აბსოლუტურ უმრავლესობას.